თბილისის გადატვირთულ საბავშვო ბაღებში დამატებითი ჯგუფები იქნება ნაკადის ზრდა, გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია, შედეგად საბავშვო ბაღებს გაეზარდათ ფინანსური დანახარჯი. თბილისის მერია მთავრობას კონკრეტულ პროექტს თავაზობს, პრობლემის გადასაჭრელად ახალი საბავშვო ბაღების აშენებაა საჭირო. თბილისის 92 საბავშვო ბაღი ერთ-ერთი იქნება, რომელშიც სექტემბრიდან ახალი ჯგუფი შეიქმნება. დამატებითი ჯგუფები შექმნა ბაღებში გადასახადების გაუქმების შედეგად გაზრდილი ნაკადის გამო გადაწყვიტეს. ნაკადი წელს არის ყველაზე დიდი ალბათ ბაღებში. და ჩვენ საბედნიეროდ გამოგვიჩნდა ფაქტი, რომ ამ წუთში შევძელით ერთი ჯგუფი ამ ეტაპზე დავამატოთ, ვარემონტებთ ახლა და მოსამზადებელ პერიოდში ვართ, რომ ერთ ჯგუფს დავამატებთ, აქედან გამომდინარე 35 ახსასდელი დაემატება. დამატებითი ჯგუფები მერიის ინიციატივით ბაღების უმეტესობაში შეიქმნება. ამის გარდა სავარაუდოდ სექტემბრიდან ის ბაღებიც ამუშავდება, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ბალანსზე იყო და არ ფუნქციონირებდა. თბილისში ასეთი ერთ-ერთი მე-16 ბაღია. უკვე გადაწყდა, რომ ის გარემონტება და თბილისის მერიის მმართველობაში გადავა რკინიგზის საკუთრებაში მყოფი სკოლამდელი დაწესებულებაც, რომელიც რამდენიმე წელია დაკეტილია. იმედი გვაქვს, რომ მიეცემა ამ ბაღს ის ფუნქცია, რასაც ასრულებდა წლების განმავლობაში, იყო საშვენებელი ბაღი. სახელმწიფოს ბალანსი არსებულ საბავშვო ბაღებში სწავლა უფასო გახდა და მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატა. წელს რეგისტრაცია რამდენიმე ათასმა ბავშვმა ვერ გაიარა. მოგვაქვს ახალი ბაღები, რომელიც გაუქმებული იყო და ეს ხო ძირითადად საუწყებო ბაღები, როგორც არის ეს ბაღი, რკინიგზის ბაღი, ესეთი არის ქალაქის მასშტაბით რამდენიმე და ისიც გადმოვა და მათი რეაბილიტაცია მოხდება და ასევე მნიშვნელოვანია, რაც გავაჟღერეთ, ეს არის ვაუჩერული სისტემით დაფინანსება, რომელიც ბავშვებს კერძო ბაღებშიც გადაყვებათ და კერძო ბაღებსაც ექნებათ განვითარების საშუალება. უფასო ბაღების გამო დამატებითი დანახარჯი დაახლოებით 10 მილიონ ლარზე მეტი იქნება. სწორედ ამიტომ თბილისის მერი ცენტრალურ მთავრობას და დედაქალაქის საკრებულოს დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. დღეს გიგი უგულავა საკრებულოს ახალშემადგენლობასთან წინადადებით შევიდა, რომ საბავშვო ბაღების ხარჯების დასაფარად დაფინანსება 13 მილიონი ლარით გაიზარდოს. მერია 25 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ინიციატივითაც გამოდის. თუ არ გავზარდეთ ბაღების რაოდენობა, მაშინ ჩვენ აღმოჩნდებით სერიოზული პრობლემის წინაშე. მე იმიტომ მიმართავ მთავრობას, რომ ეს სწორედ სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხად მიმაჩნია, რადგან პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო მთელი საქართველოს მასშტაბით ბაღები უფასო აიღოს სწორედ უმრავლესობამ, ჩვენ ამას მხარი დაუჭირეთ, მაგრამ მოგეხსენებათ, ბუნებაში უფასო არაფერი არსებობს, ამას ყველაფერს სჭირდება დაფინანსება, ამიტომ ჩვენ საკრებულოს აგვისტოს სხდომაზე ვთავაზობთ საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელიც მოიცავს 13 მილიონ ლარით დაფინანსების გაზრდას. საკრებულოს ახალ უმრავლესობას თბილისის მერთან შენიშვნები აქვს. გაითვალისწინებენ თუ არა გიგი უგულავას წინადადებას, ჯერ უცნობია. ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ ამ საკითხის დეტალებზე ხვალინდელ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებენ. სასურველი აღნიშნულ თემებზე გიგი უგულავას სლეპის წინაზრმა, როდესაც გააძვირა თბილისში საბავშვო ბაღებში სწავლება და დაუსაძრის სიტუაციაში ჩააგდო ძალიან ბევრი თბილისელის ოჯახი. რაც შეეხება დეტალებს, მე აქვე მინდა დავაზუსტო, რომ თბილისის საკრებულოს ახალი უმრავლესობა პირველივე დღიდან მუშაობს ამ მიმართულებით, არსებობს კონკრეტული გეგმები. ბოლო მონაცემებით თბილისში 150 საბავშვო ბაღში 45,000-მდე ბავშვი დადის. მათი დიდი ნაწილი კი ახალი სასწავლო წლიდან გარემონტებულ გარემოში ისწავლის.